ლაპარაკობთ გაზპრომის შილობილ კომპანიებზე. თქვენ როგორც მინისტრს ეს უხერხმლობას არის. მინისტრის სიმამრის და პროკურორის მამის რუსული ნავთობპროდუქტების ბიზნესი საქართველოში. რუსული ნავთობს რა მნიშვნელობა აქვს? შაბათის გუნდმა მოიპოვა დოკუმენტები, რომ აღალჩინოსნების ოჯახის წევრებს საქართველოში ბენზინი და დიზელი იმ რუსული ქარხნებიდან შემოაქვთ, რომლის საბოლოო მფლობელის კვალი გაზპრომამდე და პუტინის მეგობარ ოლიგარქ როტენბერგამდე მიდის. რუსეთიდან არ უნდა შემოვიდანოთ საწვავი? საქსტატი წერილებში ოფიციალურად გვიდასტურებს, რომ ზოპტრეიდს ნავთობპროდუქტები რუსეთიდან შემოაქვს. იყენებენ თუ არა კვალის ასარებად შუამავალ კომპანიებს, რომ მიმწოდებელი ქარხნები არ გამოჩნდეს. 100%-იანი წილის მფლობელი არის გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი. არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. ნავთობაზა თბილისში და 83 მილიონის ბრუნვა ერთ წელიწადში. გელაძის სიმამრის და პროკურორ ბეჟუაშვილის მამის კომპანიის ბრუნვებმა პიკს სწორედ იმ დროს მიაღწია, როდესაც რუსულ ნავთობ კომპანიებს საერთაშორისო სანქციები დაედო. ვაშავებთ რამეს, რომ თქვათ ოჯახის წევრები წარმატებული ადამიანები არიან. როგორ ჭრიან ჩინოვნიკების ოჯახის წევრები შავი ოქროთი ვაჭრობის გზებს რუსეთთან. საიდან მოგაქვთ ნავთობი ბატონო თორნიკე? არ მაინტერესებს რას ნიშნავს. ჩვენ ვარკვევდით და 8 საათზე მოგიყვებით. ხდება თუ არა ჩინოვნიკების მდიდრული ცხოვრების სრულყოფა რუსული ნავთობპროდუქტების ბიზნესით. ოცნების დაარსებიდან დღემდე ვართ ოცნების ამომრჩევლები. 12 წელი ივანიშვილის პარტიისთვის ეს ოჯახი ხმებს კარდაკარ აგროვებდა. ბოლო არჩევნებზე კოვიდიანები წავედით და ისე მეში უნდა ვინმე არ დაგვინახოს მეთქი აი კოვიდიანები მოვედით. ივანიშვილზე ცუდის მთქმელ სიტყვას არ პატიობდა და არიჯერებდნენ ტელევიზიით მოსმენილ ამბებს, რომ ვიღაც უსამართლოდ დაჩაგრეს. ჩემი შვილიც ყოველთვის თამამად იძახდა ხოლმე დედა, განა ესეთი ადვილია ჩადება. დღეს ქართული ოცნების სტაჟიანი მხარდამჭერები თავად გახდნენ ამავე სისტემის მსხვერპლი. თემუკა კალანდაძე მემუქრება პირადად იგინება და ილანძღება, რომ თავის ხელით დამიჯეს 10 წლიან სოგზე გამიშვებს. შაბათს ინტერვიუ ციხიდან ამ ეთერში მოყვებიან, როგორც ცდილობდა თემურ კალანდაძე ქონებების მისაკუთრებას. კალანდაძე გთხოვდათ ბიზნესის დათმობას? და დათმე კიდე თუ არა ეს პრობლემები შეგექმნება რა. დარბევების და ხალხის დევნის ოსტატს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. იარაღი ჩამიდეს და ხარა ცოტა ხანი გლანში ვივარდი. ერთი პატაკი ყვარლიდან თელავში გაგზავნილი დაკავების ჯგუფი და კამერის განადგურებული ჩანაწერები. როდესაც მოიტანეთ სერვერი, გასუფთავებული იყო სერვერი? ანუ ჩანაწერები აღარ იყო. დააკავებენ თუ არა პოლიციის ექს მაღალ ჩინოსანს, ვისკისერზეც არაერთი ადამიანის ცემა და დარბევა. ივანე წიწრიაშვილი არ არის სამსახურში. ჩადებების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. სკანდალურ საქმეზე გიყვებით დღეს 8 საათზე. მთელი საქართველო მისია, სადაც უკეთეს ხედავდა და ნაკლებ დახარჯვას, იქ დახარჯავდა. 350 მილიონი ლარი თქვენი ჯიბიდან. ნახეთ რა დაუჯდა ხალხს ბიძინა ივანიშვილის ამოჩემებული პროექტები. მეფემ ვაშენა, საქმეები იყო, იყო და მოჭრა რა და გააკეთა და მთაც მოთხარა და გზებიც და მეფის დრო არის ახლა ან ივანიშვილი მეფეა? ოლიგარქი გპირდებოდა თაბასთუმნის აყვავებას, მაგრამ მოიწყო სავანე მისთვის. პირველიდან. 8 საათზე ჩვენ მოგიყვებით რა დახარჯა მისი ჯიბიდან და რამდენი წაიღეს თქვენი ფული. მრავალმილიონიან ავტოსადგომს ჯერ ფუნქციონირებაც არ დაუწყია და საგზაო მონიშნები აქ უკვე აღარც ეთყობა. აბასთუმნის ავტოსადგომი, რომელიც ხალხმა 12 მილიონი დააფინანსა, უფუნქციოა, მილიონებს კი წინ არ ეცხავს. აი ხიძა? არ მუშაობს. ხო ვერავინ ვერ ვნახე იქ. არავინ არ არის და. რაც დახარჯეს ახლა უფრო მეც უმატებენ. 8 საათზე გიყვებით ახალი 70 მილიონის ისტორიას. ბიუჯეტის ფულს გაიმეტებდნენ თქვენთვის მისი ინტერესი რომ არ ყოფილიყო? არა მგონი. სხვების სახელზე გაფორმებული ქონებები, რომელსაც რეალურად ივანიშვილი იყენებს. რატო უღებ ჩვენს მანქანას უკაცრავად? სუსში მუშაობთ თუ გამგეობაში? ქართუში ჩაგირაებული აქტივები და სრული კონტროლი ყველაფერზე, რაც ფორმალურად მისი არ არის. აქ ერთ გოჯმიწას ვერავინ ვერ გამოიყენებს თუ არ არის მისი საკუთრება და ივანიშვილს რატომ მიეცით ამის უფლება? ზემოდან გიბრძანეს? ცხოვრება აბასთუმნის მთებში, სადაც ყველაფერს ხალხის ფულით აკეთებენ, არადა სარგებელი მხოლოდ ერთ მცირე ჯგუფს აქვს. ხდება არა აბასთუმნის რეაბილიტაცია, არამედ აბასთუმნის პრივატიზაცია.
ბიუჯეტის ფულით მოწყობილ სავანეზე გიყვებით დღეს 8 საათზე. ივანიშვილს მე თუდად რო გახდე რა ქნას. ჰაერი რო არ და. მაგრამ იქ იმნაირი კლდეშია, იქ ანა მაინც ვერ მივა იქ. ბატონო ილუსტიშვილო, სულს მოთქვა დავაკავეთ რა სახშია? ვინით გამცხეთის მიწების დატაცების უკან სუსმა 2020 წლის საქმეების ამოქექვა დაიწყო. ხოლო დიტო ხუნდაძის გარემოცვის წევრები იფორმებდნენ მიწის ფაქტებს. დააკავეს და გირაუთი გამოუშვეს ოცნების სტაჟიანი წევრები. ახლა ამოწმებენ საგურამოს მიწებს. ეს რო აღარ გაიცინო. ვიღაცები დააკავეს ხო მაგაზე? რამდენიმე დღეა. რა ხდება ოფიციალურად თქმულის მიღმა? ნადირობა ხუნდაძის კლანზე თუ რეალური გამოძიება ხალხის მიტაცებული ქონების დასაბრუნებლად? ბატონი დიტო ძალიან გაბრაზებული იყო მასზე, რადგან თქვენი ოჯახი დააჯარიმეს. იმიტირებული ამბოხის ორგანიზატორ დეპუტატს ტერორში ადანაშაულებენ. რატო გაუშვეს სამსახურიდან თქვენი მოთხოვნის საფუძველზე? ჩვენ ვარკვევდით, მოაწყო თუ არა დიმიტრი ხუნდაძემ მისი ოჯახისთვის გამოწერილი უკანონო მშენებლობის ჯარიმის გამო წმენდა სატახტო ქალაქის მერიაში. ხუნდაძემ საქმის გარჩევა მერიაში დაიწყო? პურის ფული ამქონდა. ანუ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ მე და ჩემი შვილი ხურდებს ვაგროვებდით, რომ პური გვეყიდა. რა უჯდება ხალხს ბრძოლა უკანონობის წინააღმდეგ? საქმიანობ დემონტაჟებზე. დღეს 8 საათზე ადამიანები ბრძოლის წინა ხაზიდან. მუშაობდი 20 წლის მანძილზე შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ხელისუფლება, რომელიც სიძულვილს თესავს და ადამიანებს წლობით ნაშენებ პროფესიულ კარიერას უნგრევს. ვაკანსია ჰქონდათ შაშხების წარმოებაში და მან დავიწყე მუშაობა. ძალა, რომელიც ხალხის განადგურებით ხარობს და სანაცვლოდ უფრო ძლიერ პროტესტს იღებს. ეხლა მუშაობ ქვეყნის სამსახურში ვარ ჩამდგარი.